რამდენიმე დღეში ბრიუსელში გაიმართება მსჯელობა საქართველოს შესახებ და ეს იქნება ამ წელს გამართული პირველი შეკრება, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმსჯელებენ საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია ოლიგარქის სანქცირებული რეჟიმის წინააღმდეგ და რა დამატებითი ზომები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ოლიგარქი ივანიშვილი აიძულონ დანიშნონ ახალი არჩევნები საქართველოში და მოусმინოს ქართულ ხალხს და გაატაროს მისი ინტერესები. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში ევროპარლამენტში საკმაოდ მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ძირითადად ისმოდა მოწოდებები, რომ უნდა დაასანქცირდეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, მისი ქვეშევრდომები, რომლებიც ასრულებენ მის დავალებებს და იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიის პოზიცია იყო საკმაოდ ხისტი ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, საქართველოში პოლიტიკოსებს აქვს საკმაოდ მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ორშაბათს ახალი ინიციატივით წარდგება ევროკომისია საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე და საინტერესოა, რა სიტყვის კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გაფართოების საკითხებში და ხომ არ დააყენებს დღის წესრიგში დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შემდეგ დამატებითი სასანქციო ზომების გატარებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა ფაქტი არის ის, რომ თუ ევროკავშირში საერთო სანქციებზე შეთანხმება ვერ მოხდება, მაღალი მოლოდინით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ეროვნულ დონეზე გააგრძელებენ სანქციების პოლიტიკას. სანქციები უკვე დააწესა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ასევე გერმანიამ. ეს არის სავიზო სანქციები, თუმცა არის მოლოდინი, რომ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ვაიმარის ფორმატში გაამკაცრებენ სასანქციო ზომებს ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არ იქნება ევროპის კავშირის არც ერთი მაღალი რანგის შეკრება, ეს იქნება საგარეო საქმეთა საბჭო თუ ეს იქნება ევროპული საბჭო, სადაც საქართველოს საკითხი არ იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. თქვენ ნახეთ წინა დღეებში ევროპის პარლამენტშიც იყო განხილვა, იყო ზუსტად საქართველოს საკითხზე ძალიან ფართო და ძალიან ხანგრძლივი განხილვა. ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ იმ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც დღეს მიტაცებული აქვს ქართული ხალხის ნება. გარდაულად მივა უფრო მასშტაბურ სანქციებამდე, ეს გადაწყვეტილია ფაქტიურად ეს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპარლამენტის დებატებზე, განსხვავებით წინა დებატებისგან, ევროკომისრის ძალიან ხისტი და პრინციპული გამოსვლა. ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი ევროპელი ბიუროკრატების და ევროპელი პირველი დიპლომატებისთვის. ამიტომ მე შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ევროპული კავშირი, ევროკომისია სურვილის მქონე ქვეყნების გაერთიანება იქნება ეს ეროვნულ დონეზე, თუ ევროკომისია ერთობლივად მიიღებს გადაწყვეტილებას სანქციების სხვადასხვა მექანიზმების ამოქმედების თაობას. ქართული ოცნების მავნებლების და რუსეთის მსახური აი ამ ტიპების ძალიან მკაცრ დასჯას. კონკრეტულად რა იქნება, როგორ იქნება, ძალიან მკაცრ დასჯას. არა ქართული ხალხის, არამედ აი მავნებლების, ხალხის მწამებლების, რომ შეერთებული შტატებიდანაც უკვე ყველაფერს სახელი ერქმევა, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც ვიღაცა ორბანის და ვიგინდარების გარდა ყველაფერს თავის სახელი ერქმევა. ხო და აწი კიდევ უფრო მძაფრი და აწი კიდევ უფრო მძიმე რაღაცები იქნება, სიურპრიზები ქართული ოცნების. დღეს კი ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი იმსჯელებს რეზოლუციაზე, რომელიც გულისხმობს დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას. ამ მსჯელობის შემდეგ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს აღნიშნული რეზოლუცია, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად შევა ძალაში და გაუქმდება ყველა წითელი პასპორტის მქონე პირისთვის დიპლომატიური პასპორტის მოქმედების შესაძლებლობები. სავარაუდოდ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რა თქმა უნდა, და დიდი ალბათობით დამტკიცდება, ძალაში ეს გადაწყვეტილება შევა თებერვლიდან უკვე პრივილეგიებით წითელი პასპორტის მქონე პირები ვეღარ ისარგებლებენ, მათ მოუწევთ უკვე ჩვეულებრივ ლურჯი პასპორტით ვეღარ ისარგებლებენ, მათ მოუწევთ ჩვეულებრივ წითელი პასპორტით გადაადგილება. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი ამბობს, რომ ეს
ადამიანები ბრიუსელისთვის არიან მიუღებელი პირები, persona non grata, შესაბამისად ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ ბრიუსელი ამ გადაწყვეტილებით არ შემოიფარგლება და სავიზო პოლიტიკა გამკაცრდება. პირველ რიგში დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება ეს არის გარკვეული სანქცია, დიახ, იმიტომ რომ დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობენ სწორედ პირველ რიგში რეჟიმის წარმომადგენლები. და ეს უნდა იყოს სიგნალი ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ატყუებს ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული მედია დიდი ხანია ატყუებს ჩვენს ხალხს, რომ თითქოს არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ დაკარგოს საქართველოს არა მხოლოდ მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, არამედ რაც უკვე მოპოვებული გვაქვს ის, აი მაგალითად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ეს შეიძლება არის ამ ეტაპზე სიმბოლური პოლიტიკური ჟესტი, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩვენთვის გაფრთხილება, რა შეიძლება ჩვენ მომავალში გველოდებოდეს თუ ჩაითვლება, რომ არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტები უნდა შეიზღუდოს უვიზო მიმოსვლისთვის. სრულიად შეშლება ეს პროპაგანდა, როდესაც სამსახურებრივი დიპლომატიური პასპორტის ფლობელებისთვის უქმდება უვიზ რეჟიმი, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი აღარ არის ის ხიდი, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის, არამედ დღეს არის ქართველი ხალხი და უბრალოდ წითელი პასპორტი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დაშორებას ევროკავშირისგან, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთის ინტერესების შუამოლობის შედეგად მოიტანა, ამიტომაც არის სწორედ ის დასანქცირებული როგორც რუსეთის აგენტი. ევროკომისია გამოგნებულია იმის გამო, რომ ამ დრომდე ნოემბრის სისხლიანი მოვლენების გამო პასუხისგებაში არ არის მირცემული არც ერთი სამართალდამცველი და ციხეში არიან ის ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ეს ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ურსულა ვონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობაში მყოფი კომისია სწორედ ამას ფიქრობს და ასეთია მათი საერთო პოზიცია. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ორშაბათს იქნება მნიშვნელოვანი პროცესები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს არის პირველი შეკრება ამ მძიმე მოვლენების შემდეგ ევროსაბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და მოლოდინი არის, რომ შესაძლოა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინოს ევროკომისიამ ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ.